აღთქმათ არ ჯული, რომ თლათ ადამიანი ცხოველს არ დამსგავსებოდა, სანამ ღმერთი მოვიდოდა, რჯული არსებობდა, ეს რჯული შეცვალა რითი? თავისი მოძღვრებით. რა არის ეს მოძღვრება? მოვედით ჩემ და ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, რომელი მაშვრალი და რომელი ტვირთმძიმე, სათოხარიდან მოსული კი არა, არამედ ადამიანი გონიერი, რომელიც ცდილობს უყვარდეს ღმერთი და მოყვასი და არ გამოსდის. იტანჯება ცოდვით, ცოდვა უნდა გვტანჯავდეს, ჩვენ უნდა გამოცდილება გქონდეს იმისა, როგორ გვტანჯავს ჩვენში არსებული ცოდვა, იმიტომ რომ მინდა მიყვარდეს ღმერთის და ადამიანის და არ შემილია საკუთარი თავისკივე დამილაგებია, გესმით? და აი როცა ადამიანი ამით იღლება, უცებ და რელიგიური ჯული ამას არ შველოდა და არც ახლა არ შველის, უცებ მოდის და გეუბნება, მოვედით ჩემთან ყოველი აი ამგვარი მაძიებლობით, ცოდვასთან ბრძოლით, სიყვარულის და ღმერთის ძიებით, დაღლილო, მაშვალო და ტვირთმძიმე, მოვედით ყოველნი ჩემ და ყოველი მაშვალ და ტვირთმძიმენი და მე პიროვნულად, პერსონალურად ძեղთისა განგისვენოთ თქვენ, ესმის? განგისვენოთ, მხოლოდ ქრისტეში, პიროვნულ ერთობაში, მასთან პიროვნულ ერთობაში. აი ეს არის მოძღვრება. რა არის ქრისტეს მოძღვრება? ქრისტესთან ერთობა. მე განგისვენებ თქვენ, გესმით? აი ეს არის მოძღვრება ქრისტესი, ცოცხალ ღმერთთან ერთობა.